15 სექტემბერს სოფელ ძირკვაძეებში შესაძლოა სასწავლო პროცესი არ განახლდეს. 26 წლის წინათ აგებულ ავარიულ შენობაში მშობლები ბავშვების გაშვებას არ აპირებენ. შენობის კიბის საფეხურები ჩამტრეულია, დაზიანებულია კედლები, იატაკი და ჭერი, დამტრეულია საკლასო ოთახების კარები. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ძირკვაძეების სკოლის რეაბილიტაცია არ იგეგმება. როგორ ხვდება რეგიონი ახალ სასწავლო წელს და რაოდენობის თანხა დახარჯა უწყება მიმდინარე წელს სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციისთვის. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 14 დღე რჩება, თუმცა სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს დაირეკება თუ არა ზარი ჯერ არ იციან. როგორც აკყვებიან, სასწავლებელს არ გააჩნია სასკოლო ინვენტარი, შენობა კი ავარიულია. ჩამონგრეულია კიბის საფეხურები, დაზიანებულია კედლები, იატაკი და ჭერი, დამტრეულია საკლასო ოთახის კარები. ყველაზე სავალალო მდგომარეობა ისაა, რომ ჩვენი სკოლის კედლები დაბზარულია და კედლები მოძრაობს. ჩვენთან შემთხვევები იყო, რომ პედაგოგს თავზე დაეცა აი ზემოდან ჩამოვარდნილი ქვები. გარდა ამისა, ჩვენთან შემთხვევები იყო, რომ აი იატაკში ფეხი ჩავარდა მოსწავლე, აი სპორტ სარბაში ბავშვი დაზიანდა, წაიქცა. აღნიშნულზე საუბრობს სკოლის დირექტორიც დონარი აბულაძის განცხადებით 1988 წელს აშენებულ სკოლას რეაბილიტაცია 26 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ ჩატარებია. სკოლის დირექტორის ვარაუდით, მშობლები ბავშვებს წელს გაურემონტებელ სკოლაში აღარ გაუშვებენ. 2008 წლიდან გვპირდებიან რემონტს, მაგრამ ჯერ არაფერი არ ჩანს და ველოდებით 2015 წლისთვის აუცილებლად გაკეთებაა. იყო განცხადება მშობლებისგან შემოსული 2014-15 სასწავლო წელს ბავშვებს ვერ გამოუშვებთ, რადგანაც რისკის ქვეშ უწევთ სწავლა. ყოველდღე ვარ შიშის ქვეშ იმის გამო, რომ არის ცუდი მდგომარეობა. გვაქვს ცუდი დაფები, ცუდი იატაკი, გათბობა გვაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ დამტრეული კარებისა და ცუდი მინების გამო სითბო არ გვაქვს. და ძალიან ხშირად გვიცივდება ბავშვები, წვიმა ჩამოდის ჭერიდან. 15 სექტემბერს შესაძლოა, რომ ბავშვები არ გამოუშვათ. ამას ვაპირებთ. ნესტისაგან დაშლილი კედლები, სამეცადინოდ გამოუსადეგარი სპორტული და მუსიკალური დარბაზები, ამორტიზებული გათბობის სისტემა. ზამთარს წელსაც მომზადებელი ხდება სარფის საჯარო სკოლაც. აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აჭარაში რეაბილიტაცია სკოლების 20%-ს ესაჭიროება. რაც შეეხება ძირკვაძეების საჯარო სკოლას, სარემონტო სამუშაოებისთვის ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება და შენობას რეაბილიტაცია მომდევნო წელს ჩაუტარდება. მიმდინარე წლის ბიუჯეტით არც სარფის საჯარო სკოლის შეკეთებაა დაგეგმილი. ძირკვაძეების სკოლის პროექტს წელს უკვე შევისყიდით და მომავალ წელს დაიწყება მისი რეაბილიტაცია, ხოლო საშუალო ვადიან გეგმაში ასევე არის სარფის სკოლა. ჩვენი რეაბილიტაცია გულისხმობს როგორც შენობის რეაბილიტაციას, მინდა გითხრათ ასევე ინვენტარით აღჭურვას და ესე ვთქვათ, სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებ ჩვენ სადაც შევდივართ. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარე წელს რეგიონში სულ 3 ახალი სკოლა აშენდა. ამდენივე გარემონტდა, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთ სკოლა-პანსიონს. ჯამში მიმდინარე წელს სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციისთვის 2.5 მილიონ ლარი დაიხარჯა.